სამწუხაროდ ჩვენ არ ქვეყანაში თუ არ მუდმივად არ გააგრძელე რეფორმირება სისტემის, მუდმივად არ მოხდა სხვადასხვა ახალი მეთოდების გამოყენება კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუ მუდმივად არ მოხდა ადამიანების და სისტემაში მყოფი პოლიციელების თუ გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლება, თუ არ განხორციელდა ხარისხზე და ესე ვთქვათ შედეგზე ორიენტირებული სხვადასხვა რეფორმა, რა თქმა უნდა, შედეგი თან იმის კვალზე, რომ ჩვენთან ძალიან მომატებულია სისტემიდან წასვლის მაჩვენებელი ადამიანები ვერ უძლებენ სხვადასხვა ზეწოლას, მათ შორის იმის გამო, რაც ხდება თბილისში და ხდებოდა თვეების განმავლობაში თბილისის ქუჩებში, მიდიან ისედაც ჩვენთან პოლიციელის სახელმწიფო ანაზღაურება არ არის გულწრფელად რო ვთქვათ, ისეთი, რომელიც შესაძლოა დღეს თანამედროვე გამოწვევებისთვის ოჯახს ყოფნიდეს დაუშვათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ბევრი პრობლემაა, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ აი თქვენ მე თვალს ვადევნებდი მაგალითად 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების პროცესს და რაც 3 წლის წინ, 2 წლის წინ, 3 წლის წინ, 4 წლის წინ საკითხები იყო დღის წესრიგში საპოლიციო რეფორმის მიმართულებით, იგივე საკითხების გადამღერება მოხდა ფაქტობრივად, არანაირი სიახლე, გარდა იმისა, რომ ძალადობრივი მეთოდებისთვის საჭირო ინვენტარის და ტექნიკის შესყიდვა ხდება, ეს ჩემზე კარგად თქვენ მოგეხსენებათ, სხვადასხვა წლის სწავლის მექანიზმები. ან რაღაც უფლებამოსილება ეძებათ მაგალითად ადამიანის ნარკოშავებაზე წაყვანის, რაც კანონი იცვლება იმდაგვარად, რომ კიდევ უფრო რეპრესიული გახდეს სისტემა და აქ ჩვენ საზოგადოებას რაღაც მომენტში უნდა დავანახოთ ისიც, რომ როდესაც ერთადერთი რესურსი, რაზეც სწორედ საპოლიციო რესურსზე დგას ხელისუფლება, ეს და ამ საპოლიციო რესურსს იყენებს ავტოკრატიის გასამყარებლად ქვეყანაში, რა თქმა უნდა, გარკვეული სოციალური გარიგება შეიძლება შედგეს ხელისუფლებასა და პოლიციელებს შორის, იმიტომ რომ სისტემა არ ჩამოიშალოს. დღეს ამას ვაკვირდებით, როდესაც პოლიციელის ცალკე აღებული ინდივიდუალურად თითო პოლიციელის უფლებამოსილება იზრდება, ეს ამ რეპრესიული გარემოს გამოძახილია, იმიტომ რომ პოლიცია თვითონაც ითხოვს დაცულობას, როგორც ესე ვთქვათ, ინსტრუმენტი, რომლის უტილიზაციასაც ახდენს გამოყენებასაც ახდენს ხელისუფლება. ამიტომ სამწუხაროდ ეხლა რომ ამ ნაწილზე შევაჯამოთ, ჩემი პოზიცია ესე ვთქვათ, სამწუხაროდ ის რომ დღეს ხელისუფლება ცდილობს პოლიციის საშუალებით გაამყაროს ავტოკრატიული მმართველობა და რეპრესიები, შედეგობრივად არა პოლიციასთან ბრძოლას კრიმინალთა ბრძოლას ახორციელებს, არამედ ცალკეულ შემთხვევებში წინასაარჩევნოდ და სხვა მიმართულებით შესაძლოა ხელსაც უწყობდეს კრიმინალური ინტერესების განხორციელებას, ეს იწვევს საბოლოო ჯამში მათ შორის მნიშვნელოვანწილად იმ გაუარესებულ მოცემულობას, რაც ჩვენ გვაქვს და პოლიტიკური ნების არასაკმარისობა ამ ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობა გაჯანსაღდეს საპოლიციო ესე ვთქვათ საქმიანობა გულისხმობ უფრო ეფექტური გახდეს და მიზანმიმართული. ჩვენ ხშირად ჩემს გარემოში მაგალითად ჩემს ბავშვი ხშირად შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მოპარეს მობილური ტელეფონი და საათობით არ წმობდნენ პოლიციის განყოფილებაში, რომ თურმე დაკარგა მან ეს. არ მოხდეს რთული გასახსნელია ეხა გასაგებია. ქურდობა, ჯიბის ქურდობა უფრო მძიმე დანაშაულებებზეც ხდება, ეს ერთგვარი ზეწოლა პოლიციის მხრიდან ისეთი გარემო შექმნა, რომ ადამიანს აღარ მოუნდეს დანაშაულის ეთყობინება, ხო? კი ბატონო, ესეც არის ცალკეული შემთხვევებიც ყოფილა, მაგალითად ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ მომხდარა შეტანა გარკვეულ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებაზე განცხადების და საერთოდ გამოძიებასაც არ იწყებენ, ეხლა ეს პოლიტიკური ნიშნით თუ სხვა ნიშნით ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ გამოძიებასაც არ იწყებენ რაღაცა კანონგარეშე პროცედურებით ცდილობენ რომ გაძრუნენ თავი აარიდონ რეგისტრაციას ესე ვთქვათ ოფიციალურად, ამიტომ საერთო ჯამში ეს გვაძლევს იმ მძიმე შედეგებს, რაც ყველა ჩვენთაგანზე აისახება შემდეგ. აისახება არა მხოლოდ ჩვენს განწყობებზე, არამედ ეკონომიკურ სენტიმენტებზეც, აისახება ბიზნესის და ინვესტიციების განხორციელების მიმართულებებზეც და ბევრ სხვა, ესე ვთქვათ, პრობლემებს უქმნის. მაგალითად თუ ავიღებთ